რომნულ სიტყვიერს თუ ფიზიკურ სპორტის შემდეგ, მაგრამ კიდევ მინდა მივმართო იმ ახალგაზრდა ჟურნალისტებს, ვინც იქ მუშაობენ, მათ უნდა ეტყობოდეთ, რომ ჟურნალისტები არიან. უნდა ეტყობოდნენ და არ შეიძლება, როცა შენ ვიღაცა შეურაცხყოფას გაყენებს, როცა შენს მოვალეობას ასრულებ, ძალიან ძნელია. ამის დავალება, ამის მოთმენა, მაგრამ შენ უნდა გაეცალო იმ სიტუაციას და ასე ვთქვათ, შეტევაზე არ უნდა გადახვიდეს, შენც და კონფლიქტი არ უნდა გამოიწვიოს. ამ ემოციებს როცა პროფესიულ მოვალეობას ასრულებს. ემოციებს სხვადასხვის. თუ არა და ვარი უნდა თქვა ჟურნალისტებმა დამეთანხმება. თუ არა მე უბრალოდ კოლეგიალობიდან გამომდინარე არ დავასახელებ გვარებს. არის რამდენიმე ტელეჟურნალისტი, რომელსაც სახეზე კმაყოფილება ეტყობა, როდესაც აკრიტიკებს მაგალითად ოპოზიციას. აი არის რაღაც სიუჟეტი და ამ ჟურნალისტს ბედნიერი სახე აქვს იმის გამო, რომ ააწყო სიუჟეტი ისე, რომ ვიღაც გამოიყვანა მაგალითად რუსეთის აგენტად, ან დაუდომილად, ან რაღაც. ანუ შავი პიარის კეთებისას ადამიანი არის ბედნიერი. აი ემოციების გამოხატვაზე როცა საუბარი, ამ მომენტში მაინც ნუ გააკეთებ ისე, რომ შენი სახიდან, შენი გამომეტყველებიდან გამომდინარე, გააღიზიანო ის ადამიანები, რომლებიც შენ არ გეთახმები. მაგალითად დავით კიკალიშვილი, როდესაც ეთერში ზის, ან თემბო გოგოტიშვილი, როცა მუშაობს, ის არის თუ არა ჟურნალისტი. მე მგონია, რომ ის ჟურნალისტი არ არის. აი ამაზე არის ლაპარაკი, მაგრამ მე რა მგონია, სხვა არის, რა გონია საზოგადოებას და რატომ გონია საზოგადოებას ასე. ზუსტად ასევე პოლიტიკოსებს რაც შეეხება და პოლიტიკოსების დამოკიდებულება ჟურნალისტებთან. შეხედე რა მოხდა, როდესაც რუსთავიორი შეიქმნა და აშკარად ნიჭიერი, მაგრამ ძალიან ავანტურული ბუნების ადამიანი, ერუს კიცმარიშვილი ჩაუდგა სათავეში, მან შექმნა აი ამ შემადგენლობისგან ჟურნალისტების რაღაცნაირი გასამხედროებული სტრუქტურა, რომელსაც მიენიჭა უზარმაზარი პრივილეგია აი ამ მიკროფონით ხელში სხვებზე ძალადობის ნამდვილად და აი ამ საშუალებით შემდეგ ძალიან დიდი ცილი ჰქონდა იმაში, რომ დაამხო ის კონკრეტული ხელისუფლება და შეცვალა. ფაქტი ახლა მასშტაბურ ჟურნალისტებს ყველას ეხსოვნება, რომ არც ერთი მინისტრი არ იწყებდა პრესკონფერენციას, ვიდრე რუსთავიორი არ მოვიდოდა. ელოდებოდნენ. ნუ მეორე მომენტი ახლა ისევ დაუსახელებლად ეს მაგრამ რევოლუციის პერიოდში, ვარდების რევოლუციის, რომელსაც რეალურად სახელმწიფო გადატრიალება დაერქმევა ადრე თუ გვიან, ჟურნალისტები, რომლებიც მაშინ აქტიურობდნენ, 80% იმ ჟურნალისტები დღეს არის სახელმწიფო სტრუქტურებში. მათ მიიღეს თანამდებობა. მათ მიიღეს გასამრჯელო იმ სამსახურისთვის, რაც გაუწიეს. დიდი პროცენტი ოპოზიციაშიც არის, გიორგი ხაი. არა, დიდი პროცენტი არა, პატარა პროცენტია. არა, მე გეტყვი ხარ, რაც გაიხსნა იგივე ეკახოფერიას ამბავი, რომ მე არ ამგონია, მე არ ვიცი, თქვი წერანს რომ ზუსტად ყურში რა უთხეს ეკახოფერიას, მე არ ვიცი და არც არავინ არ იცის. მე არ მგონია რომ ეკახოფერიას ეგ ემოციური განწყობილება ყოფილიყო მხოლოდ იმ კონკრეტ ის ნაგროვები იყო. რაღაცა ხდებოდა იქ და ეს გამოიკვეთა კიდე მერე ზუსტადაც რომ ეკახოფერიას აი ამ განწყობილებიდან რამდენიმე ერთი თვე თუ ორი თვე იყო აღარ მახსოვს ნიკა ტაბატაძე რა ქვია დუდუ კურდღელია იქ თამარ რუხაძე ნათია ლაზაშვილი და მთელი კურიერის გუნდი წავიდა თავის გენერალურ დირექტორიანად სულ ყველა ეკახოფერია იყო მაშინ საინფორმაციო უფროსი იყო როცა გადადგა ზუსტად სადღაც რამდენიმე კვირაში თუ თვეში მთელი გენერალური დირექტორი იგივე ნუ შემდეგ ეს თამარ რუხაძე და ნათია ლაზაშვილი და ესენი შემდეგ დანალეჟალო და ესენი აღმოჩნდნენ ირაკლი ოქროშვილთან ხო შემდეგ ესე იყო ანუ იქ არ ხდებოდა მე მგონი ის რომ ეკახოფერიას კონკრეტულად იმ წუთში რა ის მას ნაგროვები ქონდა რაღაცა და ამ ყურში თქვა რაღაცის ეს იყო ბოლო წვეთი თორე ეგრევე მოყვა ამას რუსთავიორში აი სერიოზული ტალღა მთელი სასწავლო ეხლა გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე ხო რაღაცა ხდებოდა სერიოზული ამას უბრალოდ ყავს მიხეილ სააკაშვილი მოდი შესანიშნავად იცი როგორ მოვიდა ხელისუფლებაში და კატეგორიულად არ დაუშვებს კიდევ ერთხელ ისეთი სტრუქტურის შექმნას რომელსაც ძალე შესწევს ის დაამხო თეორიულად მაინც შეიძლება გააკეთოს იგივე რაც გააკეთოს იგივე ეხლა ნახე რა მოხდა მე მართალ რო გითხრათ როგორც იმის წინააღმდეგია რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ზუსტად ესეა ვარ იმის წინააღმდეგე რომ ვიღაცა კონკრეტული ავანტურისტის ხელში აღმოჩნდეს რომელიმე მედია საშუალება რომელიც დაამხობს კარგ ხელისუფლებას თუ ცუდ ხელისუფლებას თუ საშუალოს თუ არა მაგრამ დაამხობს ხელისუფლებას ხო ამას არა აქვს მნიშვნელობა აი ეს ყველაფერი აი სად არის ის ოქროს შუალედი სადაც ჩვენ
ვიცით რომ როდესაც ჟურნალისტი მოიქცევა ისე როგორც ჟურნალისტური ეთიკას არ შეეფერება, არ გვაქცევთ გმირად. ხო? ბევრი ძალიან საინტერესო და კარგი გადაცემა ქონია ეკახოფერეს, რაც იყო ძალიან კარგი პროფესიონალი, ხო? ის არ ახსოვს არავის. ყველა სახსოვს ის ემოციური გაწყვეტილება, ჩემი აზრით, ჟურნალისტურად სწორი საქციელი. ის საზოგადოება რა, გვიყვარს აგრესიული რაღაცნაირი ესეთი უხეში ქცევები, გვიყვარს, გვევასება, გვამახსოვდება, გვიხარია. მაგრამ მარტო ეგ არ არის. მხოლოდ ესე არ არის. საზოგადოება ფაქტიურად დადგა ფაქტის წინაშე, როცა მოხდა ვარდების რევოლუცია. ანუ ის რაც საზოგადოებამ იმ პერიოდში მიიღო რევოლუციად, გავიდა დრო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო სხვა თამაში და სხვა მოქმედება. და ის რომ აქ რუსთავიორმა ითამაშა როლი და ამ როლის თამაში დაიწყო 2001 წელს და არა 2003 წელსში. ეს ნელ-ნელა გაირკვა და გაირკვა ხათაშორის საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც ეს აინტერესებდა. თორე საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ეს ფაქტურად უცნობია. რა როლი ითამაშა რუსთავიორმა, ან საერთოდ რა როლი შეიძლება ქონდეს ინფორმაციას, სიტყვების დალაგებას, ანუ PR ტექნოლოგიებს ადამიანის გონების მართვაზე. ეს მომენტი საზოგადოების დიდმა ნაწილმა არის. იცის მხოლოდ მცირე ნაწილმა და იმანაც ნელ-ნელა გაიგო ამის შესახებ. ეს კარგია. ეს მომენტი, იმიტომ რომ აშკარად შეიმჩნევა, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ PR ტექნოლოგიების ძალიან დიდი ნაწილი ფაქტიურად აღმოჩნდა აბსოლუტურად გამოუსადეგარი. და იმის გამო რომ სააკაშვილს ბევრი პრობლემა შეექმნა და სხვათა შორის ოპოზიციასაც ბევრი პრობლემა შეექმნა. ეგ არის მხოლოდ იმ სივრცეში, სადაც მაუწყებლობს მაესტრო და სადაც მაუწყებლობს კავკასია. დანარჩენი საქართველოს მასშტაბით, სადაც აი ის არხები მაუწყებლობენ, რომელშიც ინფორმაცია ისე გადაიცემა, როგორც გადაიცემა, მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ვერ აფასებს ადეკვატურად სიტუაციას. იცი როგორი განცდა ჩნდება, რომ რაღაცა კონკრეტული რევოლუცია. მე იმას არ ვამბობ, ეს თლიანად საზოგადოებამ გამოიღვიძა ერთდროულად, მაგრამ იგივე ეს არხები რო არსებობს, იგივე მე სხვათა შორის მარტო სააკაშვილის მინუსი არ ვლაპარაკობ, რომ სააკაშვილის PR ტექნოლოგიებმა განიცადა კრახი. ბევრი ტექნოლოგია დღესაც მუშაობს, მაგრამ ოპოზიცია სხვათა შორის, რომელიც 80% სააკაშვილის გვერდში იყო და მონაწილეობდა იმ პროპაგანდაში, რა პროპაგანდაც ტარდებოდა. ამ ოპოზიციამ ფაქტიურად ახალი ვერაფერი ვერ შემოიტანა და იმიტომ მათი მიერ ჩატარებული 9 აპრილიდან 26 მაისამდე თლიანად ეს აქცია რომ PR-ის მხრიდან რო შევხედოთ და პროპაგანდის მხრიდან რო შევხედოთ, იყო ორიანზე. არაფერი არ იყო ფაქტიურად. ვერაფერი ახალი ვერ შემოიტანეს ისეთი, რასაც შეეძლო საზოგადოებაში შემოეტანა ახალი სტიმულები, ახალი ინიციატივები. გაჩერდი რა. აი ესეც არის სახელმწიფო მესიჯები. ეხლა გითხე. მითხარი რა, მე თუ ვავრცელებ სახელმწიფო. აი გეტყვი რა. იმიტომ რომ ამბავი არის ესეთი. 3 თვის განმავლობაში, თორემ კარგი ხანი ხო 9 აპრილიდან მოყოლებული და 26 მაისამდე. ქალაქში იყო პერმანენტული მიტინგები. ეს მიტინგები იყო სულ მრავალრიცხოვანი. ამ რაც ნიშნავს, რომ საზოგადოება გამუდმებით გამოხატავდა პროტესტს. დრო და დრო ეს მიტინგები იყო ძალიან მრავალრიცხოვანი და მაშინაც კი როცა ჩაითვალა, რომ სულ მიინავლა და აღარ დარჩა მუხტი, სტადიონი გააფსო ადამიანების რაოდენობამ რა. ანუ რეალურად ის რომ ხალხი ამ მიტინგების შინაარსია, მიტინგი არასოდეს არ არის იმისთვის, რომ დაამხოს ხელისუფლება. მიტინგი არის იმისთვის, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ხალხი არის რაღაცით უკმაყოფილო. ჩვენი ხელისუფლება რო ბრმა, ის ოპოზიციის ბრალი კი არ არის. ის თვითონ არის ბრმა. თორე რეალურად ადამიანები გამოდიან და ეუბნებიან თავის მიერ არჩეულ თუ არ არჩეულ თუ როგორც არის მენეჯერს, რომელსაც უნდა ეს სახელმწიფო მოაწყოს, რომ რაღაცა შენთან გასაჭირში ვერ არის კარგად და აი დაგვინახე რამდენი ვართ, ხო? ამას ეძღვნება. ეს ამბავი შესრულდა დასაწყისიდან ბოლო წუთამდე 5-იანზე. ბოლო წუთი გული წუთი რას ნიშნავს? ბოლო წუთი იქნებოდა მაშინ, როდესაც ეს უკმაყოფილო ადამიანები გახდებოდნენ კმაყოფილები, ხო? თუ ამ ადამიანებში უკმაყოფილო